ღმერთმა დაგუსვით, გაგაზიაროთ, გაგახაროთ, დიდ სიყვარულში გაძლიერდით, ეს ნიშნავს, რომ ყველა უძლურება, ყველა სისუსტე უნდა დავთქმოთ და ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ ჩვენს შინაგან მტრებზე, შინაგან უძლურებებზე. ეს გამარჯვება ხდება რწმენით, იმედით და სიყვარულით. უსიყვარულოდ ყველა ღვაწლი ფუჭია. არანაირი ასე ვთქვათ, მადლი, არანაირი შინაგანი, ასე ვთქვათ, სიმდიდრე არ აქვს და სიმხარე არ აქვს გამარჯვებას თუ სიყვარული არ ახლავს და სიყვარულით იხსნება გული, სიყვარულით იხსნება სული, სამშვიდობო და სხეული. სიყვარული არის აი ეს ცეცხლი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ თან. გახსოვდეთ, რომ ეს ცეცხლი სულ თქვენს გულში ამთია. და ეს ჯვარი, რომელიც ღმერთმა მოგცა, აი ამ ჯვარის ტარება სიყვარულით ხდება. შენდობით ხდება, პატივით, ეს უკვე გამოდის სიყვარულიდან, ხო? სიყვარულით ხდება ამ ჯვრის ტარება. უსიყვარულით ამ ჯვარს ვერ ატარებ. ისე დაგიმძიმდება, რომ შეიძლება ჩაიკეცო, სულიერად ჩაიკეცო და დაეცები აუცილებლად. უსიყვარულოდ არ გამოვა ჯვრის ტარება. ჯვარის ტარების ძალას საწვავს, ესე ტექნიკური ენით რო ვთქვათ, სიმძლავრეს, სულიერ თავისუფლებას, მიმართულებას მართავს, აძლევს სიყვარული. ამიტომ ჩვენი მიმართულება არის იერარქიულად მართალი და თავარი, ხო? და გამართული. იერარქიულად ჯერ ყოვლადწმინდა სამება, მამაძე და სულიწმინდა, რომლის ამ დიდებას აღმავლეთ და რომელსაც ჩვენის პატივი, თაყვანისცემა, დიდება და პირველი მეორე მცნება გავიხსენოთ, ხა აღარ ვთქვი, 10 მცნებაში პირველი მეორე მცნება გავიხსენოთ. შემდეგ მოდის, რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. შემდეგ მთავარანგელოზი მიქაელი, 9 დასნი ანგელოზთანი, იოანე ნათლისმცემელი, მოციქულნი, მოციქულთა სწორნი და ასე შემდეგ აღარ ჩავმთელი ეს დასი. მაგრამ ყოვლადწმინდა სამება, მამაძე და სულიწმინდა, ეს არის ჩვენი მონოთეიზმი. სამგვამოვანი ერთარსი ღმერთის მონოთეიზმი. ეს არის ის, ვისაც ჩვენ ვცემთ თაყვანს. ამიტომ ვინც სიტყვით აღიარებს ღვთის თაყვანისცემას და ქრისტეს განკაცებას, იგი ქრისტესია. ვინც ქრისტეს ხორციელ, როგორც არის აპოკალიფსში ეთქვამეთოს, ვინც ქრისტეს ხორციელ აპოკალიფსში ეპისტოლეში, რომ ვინც ქრისტეს ხორციელშობას არ აღიარებს, ის არ არის ქრისტესი. ამიტომ ქრისტეს ხორციელი შობა, ეს არის ის, რაც ჩვენი ესე ვთქვათ, თავარი ქვაკუთხედია. იშვა, მოვიდა ჩვენთვის და ჩვენი საცხოვრებისა. ჩვენნაირი ცოდვის გარეშე. ჩვენი ბუნებით ადამიანის ბუნება სრული ცოდვის გარეშე შეიმოსა. სრული კაცი და სრული ღმერთი. ამიტომ ნუ დავივიწყებთ ამას. იგი არის თავი და ბოლო ჩვენი კაცობრიობისა და სამყაროს. მით იწყება და მით თავდება სამყარო. ის არის მთავარი ობიექტი თაყვანისცემისა. ქრისტეთი განესაზღვრება დღეს ადამიანის ონტოლოგიური, მეტაფიზიკური, რა ვიცი, რა ტერმინები მოვიყვანო კიდევ, უამრავი ტერმინი არის. ყოფობა და ღმერთთან ცოცხლად ყოფნა, მის წინაშე ერთგულად დგომა, მისი ლოცვა მისდამი ქრისტესადმი და ქრისტეს მხსნელი მადლი არის ის, რაცაც და ვისი ერთგულებაც და პირველ რიგში მისი დიდება გვევალება ჩვენ. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, არასდროს არ უნდა ერთი მეხსეული გაელვებაც კი ჩვენ ცხოვრებაში არ უნდა დაბინდეს, არ უნდა აცდეს ჩვენი თვალი რაიმე სხვა რამის თაყვანისცემას. არა მოიღო თავისი შენსაკერპი. ერთი ღმერთია, მამა, ძე და სულიწმინდა. და მისი მეორე ჰიპოსტასი, ხუნდაწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი ეს არის ქრისტე ღმერთი. ამიტომ არასდროს ერთი მეხსეული გაელვებაც კი არ უნდა დავივიწყოთ ქრისტეს ღვაწლი, რომ სულიერად გამიწმინდოთ. ამიტომ მინდა რომ თუ გვინდა ჩვენ საკუთარი თავის შეცნობა, თუ გვინდა განწმენდა, თუ გვინდა ჯოჯოხეთისაგან ხსნა, განშორება ჯოჯოხეთური გავლენებისაგან, რომლებიც უამრავია დღეს, ეხლა აღარ ნეგატივზე არ მინდა ვილაპარაკო, უამრავი, ძალიან მძიმე ჯოჯოხეთური და დემონური გავლენებია დღეს, უამრავი. მაგრამ ყოვლისაგან ამისა თუ ქრისტეს კვართს ჩავეჭიდებით, გვიხსნის იგი. და ქრისტეს კვართს შევაფარებთ თავს, ქრისტეს კალთას შევაფარებთ თავს.
ამისთვისაც მოსული ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე აღვასრულოთ. თორე არა თავით ჩვენით სიკეთე უნდა აღვასრულოთ ქრისტეს სიყვარული, ქრისტეს გამო, ქრისტესთვის. იმიტომ რომ ქრისტემ დაგვავალა ეს და არა იმიტომ რომ მე ვაკეთებ რამეს. მე ჩემით არაფერი შემიძლია. მე ყველაფერი შემიძლია და ყველაფერი ძალმიც ჩვენ გამაძლიერებელ და მაკუთხებელ უფალს. ამიტომ მინდა დაგვისვათ რომ ეს ბრძანება უფლისა რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, რაც მე აღვნიშნე სიყვარული, ეს ყოველ იყოს ჩვენი დევიზი ცხოვრების. გიყვარდეთ ერთმანეთი, იმიტომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. მან შეგვიყვარა ჩვენ პირველად. ამიტომ ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეხლა ეს დიდი მცნებაა. ამიტომ გიყვარდეთ, სიყვარულიდან მოდის მე პატიება, სულძელობა, შემეცნება, დაფასება, უკეთესისკენ სწრაფვა, უკეთესად გახდომა, გულის გახსნა, სულის გახსნა, შესუნთქვა იმ სიყვარულის, ხო? ლოცვის შესუნთქვა, რომლის შემდეგაც ამოსუნთქვა ხდება სიყვარულის. ეს ყველაფერი ხდება როგორ? ბრძანებულად, რომ აი ესე გიყვარდეთ ერთმანეთს. ეს სიყვარული სარკე არის, აბა როგორ გიყვარ, როგორ გაგშენ სიყვარული, ეს არის სარკე არის. რამდენად ხარ ღმერთთან ახლოს, ქრისტესთან ახლოს, ეს არის სარკე. და ამიტომ აი ეს არის თავი და თავი დავიმდაბლოთ. კი არ დავიმციროთ, დავიმდაბლოთ ღვთის წინაშე და აუცილებლად ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღვთის განგება სურს და უნდა. იმას კი ყოველთვის კარგი უნდა ჩვენთვის. არასოდეს არ დავკარგოთ ეს სიყვარული. უფალი შენ გაუშვი ეს სიყვარული, ეკოლომიას უგარი. ყოველთვის ის მოგაგებს შენ უფრო მეც. ბევრი აქვს უფალს. ცოტა იამდა, ბევრი უნდა ითხოვო, ცოტა მაინც რომ ის. მაგრამ ის ცოტა თერთმილისება იმდენია. ამიტომ ითხოვე და მოგეცემა შენ. არ გააკეთო ეკონომია, ითხოვე სიყვარული. სიყვარული თუ არა აქვს უნდა ითხოვო, ნიჭი არის ეს. საფრთხის მოთხოვნა სათნოება უმაღლესი. ყოველთვის გძინავს თუ გვიძავს, ჭამთუს ვამ, მშიერი ხარ თუ დანაყრებული, გაჭირებული ხარ თუ უძლური, სადაც ხარ ლოკაციაში, ყველგან ყოველთვის სიყვარული ითხოვე, სიყვარული ეძებე. და მოგეცემა ეს სიყვარული აუცილებლად. და ასევე ამ სიყვარულს როცა მიიღებს, სხვასაც აჩუქე. ეკონომია არ გააკეთო. აჩუქე სხვას. დაგიბრუნდება ის. არ უნდა ეს დაკეთვა და დაფეთებული შიში. ვაიმე თუ მივეცი სიყვარული რამე შეიძლება მე რამე სხვანაირად ის დავკარგო, ის სხვა რაღაცა ისეთი ოდიოზური აზრები შეგვწა. არა, გაუშვე სიყვარული. ქრისტიანს მიერ სიყვარული, ხო ხა რაღაცა არაადეკვატური ფორმა გამოძებნი რა, ისე რომ ადეკვატური იყოს და არ თქვენ რომ ვერ არის ეს რაღაცა. ამიტომ ისე ქენი რომ რაღაც ეს ქრისტიანული ფორმით, ადეკვატური ფორმით. ამიტომ აჩუქე, გაუშვე, ნუ დაგწდება გული, თუ არ მივიდა, ნუ დაგწდება. და არყავს სტრესს და მოვა ის შეთან უკან თან გაათმაგებული საოცარი ძალა ის გაათმაგებული მოვა ისევ დაგიბრუნდება საოცრება ამიტომ აი ეს მინდა ეს ვითხოვოთ მერტი მოგხსებს და გულს გაგვიხსნის და გვიხსნის ჯოჯოხეთური გავლენებისაგან სიკვდილისაგან ყველაფრისაგან გვიხსნა ჩვენ უპალმა სოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგანაც კი ამიტომ მინდა რომ დაგოსვათ მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს გეწევა და დღეს დღევანდელი წელს მათ შეგეწევა და შვიდობით ეზიარეთ მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს სიკვდილს ყოველთვის დანა ამინ